მივესალმები ტელეკომპანია იმედის მაყურებლებს 10 წელია მე ამ ეთერში არ გამოვჩენილ ვარ 10 წლის განმავლობაში ეთყობა არ იყო სივრცე განსხვავებული აზრის მოსასმენად აქ და შუხს აღვივებდა ეს ტელევიზია თავისი სხვადასხვა მეთოდებით და არ ეცალა ხოლმე იმისთვის რომ ჩემი სამხედროობის მქონე ადამიანებისთვის მოესმინა და მე არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ღია ფანჯარა რომ შეიძლება ჩვენი სიტყვა თქვენს ტელემაყურებელს მივაწვდინოს ეს ერთი საკითხი მეორე საკითხი, აი ბენჟამინ დიზრაელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს აქვს ნათქვამი, რომ არსებობს სიცრუე, მტკნარი სიცრუე და არ დაგავიწყდეთ სტატისტიკის არსებობის შესახებაც. სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან მოაბამ ყურს, რომელი მეთოდოლოგიითაც გინდა მოიყვან მას, მით უმეტეს ხელისუფლება და ძალაუფლება თუ გაქვს, როგორც გინდა ისე გადაასხვაფერებ ამ სტატისტიკას, ხან იტყვი რომ მაშინ ცუდად ჩატარდა, მერე კარგად ჩატარდა და ასე შემდეგ, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ. მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და რაც არ უნდა ღაზას სექტორის და გერმანიის მაგალითები მოვიყვანოთ, ჩვენი დემოგრაფიული თუ სხვა მდგომარეობა განპირობებულია იმ ეკონომიკური ვითარებით და იმ სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. როგორია ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა? გვაქვს საფინანსო სექტორი, სადაც ბანკები გადიან კოლოსალურ მოგებებზე და ადამიანები ვალებში ხრჩობიან და თავისი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ვალზე ხარჯავენ. გვაქვს ეკონომიკაში სექტორები, რომელიც არის იმპორტზე ორიენტირებული ნაგვის შემოტანაზე ამ ქვეყანაში, ხო? გვაქვს ეკონომიკის სექტორები, რომელიც აი კვიჟინაძია, ხო, ის დეპუტატი გადმოვლიან და გაათეთრებენ, ხო, თავანკარა ქართულით რომ საუბრობს ეს კაცი, რომ სარეცხის მანქანად უნდა იქცეს საქართველოს ბინძური და სისხლიანი ფულის გასათეთრებად, ხო? და ჩვენი ეკონომიკა არის ასევე მონოპოლიებზე დაფუძნებული, სადაც იცით ყველამ ჯანდაცვის კორპორაციები, რომლებიც ფლობენ წამალს, წამლის წარმოებასაც, წამლის შემოტანასაც, აფთიაქსაც, საავადმყოფოსაც, სადაზღვეოსაც, ხო? და ასევე ეს მშენებლობის სექტორიც გვაქვს, გამოაღეთ, გადავწიეთ ფარდა თუ თბილისში ან ბათუმში ცხოვრობთ, გაიხედეთ ფანჯარაში და დაინახავთ იმ სიმახინჯეს, რაზეცაა დაფუძნებული ეს სექტორები, ხო? და ასეთი ეკონომიკა ემსახურება იმას, რომ მოგება ის ზრდა, რომელზეც საუბრობენ აქ ბატონები, მიდის ხოლმე ყველაზე მდიდარი 10%-ის სასარგებლოდ და დანარჩენი მოსახლეობა აგრძელებს იმ უბსკრულში ყოფნას და იმ საშინელ ეკონომიკურ პირობებში ყოფნას, რომელსაც ჩვენ ყველანი, ვინც აი ელიტას არ მივეკუთვნებით, საკუთარ კანზე ვგრძნობთ ხოლმე. და ეხლა სოციალურ პირობებზეც ვთქვათ, როგორ შეიქმნება ამ ქვეყანაში ოჯახები, როდესაც ქვეყანას არ აქვს საბინაო პოლიტიკა და არაფერს არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ბინა ხელმისაწვდომი იყოს ადამიანისთვის. $100,000 სახლი რო შეიძინოს ადამიანმა 10 წლის განმავლობაში ყოველთვიურად $850 უნდა იხადოს იპოთეკურ სესხად. ვინ იყიდის სახლს, ვის ექნება თავისი, ესე იგი, თავშესაფარი ამ ქვეყანაში, როცა ხელისუფლება მხოლოდ პოლიციელებს და დევნილებს 1000-ში ერთხელ გადაუგდებს ხოლმე ერთ-ორ ბინას, ხო? ან შეხედეთ საბავშვო ბაღები როგორ არის ამ ქვეყანაში, ან შეხედეთ სასკოლო სისტემას, ხო? არც ერთ თავრობის თითქმის არც ერთი წარმომადგენლის შვილი არ დადის საჯარო სკოლაში. იმიტომ რომ იმ სკოლებში ეშინიათ საკუთარი შვილების მიყვანა, მაგრამ ჩვენმა შვილებმა და ჩვენმა ახლობლებმა იქ უნდა იარონ. შეხედეთ პრობლემატური საკითხი ჩამოთვალეს, ზოგად პასუხსელიც თუ რამე კონკრეტულს. აი ერთსაც ვიტყვი და პასუხი მაცია დამოკიდებული, ხო? ან უმუშევრობის მაჩვენებელი რო ავიღოთ ამ ქვეყანაში, არსებობს უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა ამ ქვეყანაში, რომ ადამიანებს ზურგი გაუმაგრონ, როდესაც დარჩებიან ისინი ხელფასის გარეშე. არ აქვს ამ ქვეყანას ეკონომიკა არის დაყვანილი ტურიზმის პრივატიზაციის და სარეცხი მანქანის დონეზე და სოციალური პოლიტიკა არის რაღაც შემწეობა და მათხოვრობად გადაქცეულია. რომელ დემოგრაფიულ საკითხზე და რომელ ოჯახებზე არის საუბარი. ტელეიმედთან დაკავშირებით პრეტენზიებზე დამატებით კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ უკვე ახსენით რა იყო წინაპირობები იმის გამო, რომ ეს სხვა გადაცემაში ახლა არა, ამიტომ აღარ შემოვდივარ პოლემიკაში. ჩვენმა მაყურებელმა იცის რა იყო მიზეზები იმის, რომ მუშაობდით ისე როგორც მუშაობდით.